გოგოებო, რატო არასდროს არ მისმენთ? გუშინ გითხარით, რომ ადრე გამზადებულიყავით, ახლა მე მზად ვარ და თქვენ აგვიანებთ. რა არის ეს? გოგოებო, რა ფერის სათვალე ავიღო? ვარდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, წითელი, მწვანე. ვაიმე, არ ვიცი. ნასტია, რომელიც გინდა? ნასტია? ჯანდაბა გოგოებო, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და უნდა დამეხმაროთ და მითხრათ როგორი სათვალე გავიკეთო. მაინც დასასვენებლად მივდივართ, იქ ბიჭები რომ იყვნენ. საერთოდ ეს მწვანე მომიხდება? ნასტია, იქ ბიჭები არ იქნებიან და ნუ ნერვიულობ. ხო, და ეგ სათვალე ძალიან გიხდება. გოგოებო, გთხოვთ, დაუჩქარეთ, ამდენი ხანი რაში გჭირდებათ? დავამთავრეთ. მეც დავამთავრე და იმედი მაქვს მაინც იქნებიან სიმპათიური ბიჭები. გოგოებო, ძალიან ბევრი საჭმელია და ამიტომ დავიწყოთ. ხო, ვარჯიშის მიუხედავად ბაყაყები მშივრები არ უნდა იყვნენ. ხო, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჭამა. ბლონდი, სად მივდივართ რა ადგილას? როგორ დასასვენებელი ადგილია? ჯერ არ ვიცი. რა? აი ასე რომ მივოთ ვნახავთ. კარგი გოგოებო, ხილი და წყალი უნდა წავიღოთ. ბაყაყებო, აქ რას აკეთებთ? ეს ჩვენი ხილია. გოგოებო, ნორმალურები ხართ? ჩვენი ხილია. ეს საზიარო სამზარეულო, ამიტომ ყველასია. ბლონდი, ყინული დაადე რომ კარგად შეინახოს. არა, ეს არანორმალურობაა. ნახე, ჩანთაც კი ჩვენნაირი აქვთ. ბაყაყები არიან რა. ბაყაყებო, გაიწიეთ, ჩვენც უნდა ავიღოთ ხილი. ხო, რა თქმა უნდა. გოგოებო, ყინული დაადეთ, ჩადეთ ბანანები, ვაშლები, ფორთოხლები. საერთოდ ვინმე მიცის ეს ბაყაყები სად მიდიან? ალბათ დასასვენებლად ჩვენსავით. რა დასვენება? კარგი, უცნაურები არიან, გოგოებო, წავიდეთ. ხო, წავიდით. პროვასტი ვაგდებ. მიდი პატრიკ, საერთოდ ყველას დავუჯერ. კიდე ვაგდებ. ოჯახ, კიდე ერთს გადმოვაგდებ. მიდი პატრიკ. მოიცა ორი რატო ისროლე? ჯული, ჩვენს ბიჭებს შეხედე, ეს რა არის? ხო, ტვინში ისევ პატარა ბავშვები არიან. ხო, სერიოზული ბიჭები გჭირდება და პასუხისმგებლიანი. გოგოებო, თქვენი ბიჭები ნორმალურები არიან, უბრალოდ გოგოები ადრე იზრდებიან. პროვასტი, შენ ხო უკვე 5 დაიჭირე, ჩაგენაცვლები რა. მეც მინდა თამაში. აი, ეს პატარა ბავშვი ხარ? მარტო პატარები თამაშობენ. ჩემი შეყვარებული პატარა ბავშვით არ მოიქცევა. მასწავლებელო მაიკ, აი, აქ არიან. მოდით აქ. ახლა შარში ხარ. გოგოებო, რა გჭირთ დაწნარდით? არა, მასწავლებელო მაიკ, ამას არ ავიტანთ. ვირთხებო, თქვენი ბრალია რო ვერ დავიჭირე, ყურადღება გამიფანდეთ. პროვასტი, მოდი თავიდან. რა გინდათ ვირთხებო? მეგობრებო, დამიჯერეთ, არაფერი არ არის, ყველაფერი მოგვარდება, უბრალოდ რომელიმე უნდა აღიაროთ. ვინ შეჭამა ტკბილეული? ხო, აღიარეთ, ჩემი ტკბილეული ბებია ბაბუამ რომ მომწეს, ვინ შეჭამა? მე არა, დიეტაზე ვარ. მე ტკბილს ვერ ვჭამ, ტკბილი მტკივა. და მე არ ვჭამ ტკბილს, ხილს ვჭამ. გოგოებო, რა ზღაპრებს ყვებით? რა დიეტა, რა ხილი? გონი არ ვიცით რომ ქაღალდებს ყრით საწოლთან? გირჩევნიათ აღიაროთ. ხო, მალე. იანა, დაწნარდი. მეგობრებო, არ მესმის რატო ჩხუბობთ, უბრალოდ ყველანი აქ მოდით და ნაყინს მე გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს ვანილის, მანგოს, შოკოლადის ნაყინი. ოღონდ ფასი გაიზარდა 500-ია. რაო? რამდენი? მოიცა კიდევ ერთს გადმოგიგდებ. მიდი. იცი რა, თავად შეჭამე ეგ შენი ძვირი ნაყინი. დღეს სიცრუის დეტექტორს მოვიტანთ. იანა, საიდან უნდა ვიშოვოთ? ვიშოვი. გოგოებო, დაწნარდი. აი, ეს რამე გემრიელი გაგვიკეთებ. 4 ნაყინი უნდა გაგვიკეთო, ერთის პასად. ვა, მოძრაბახეებიც მოვიდნენ. იქნებ თქვენ შეჭამეთ, ასე მსუქნები არ იქნებოდით. იანა, მსუქნები არ არიან. ეს დაცვისთვის არის. ვირთხებო, ყვირილი არ გინდათ. იანა, გარეთაც ყურე და სახლში საგმარისია, დაწნარდი. არ დავწყნარდები, სანამ ქურც არ ვიპოვი. ვინ მოიპარა ჩემი ტკბილეული? იანა, დაწყნარდი, თან გახდები, უკეთესია. გოგოებო, დაწნარდით, მოდი ჩოკოლადს მოგცემთ. რა შოკოლადი? ჩემო ბებია ბაბუამ უცხოეთიდან ჩავამიტანეს. ძალიან დიდი სახეჭრეზნები იყო და დიდ ბუშტებს ვერავდა. გოგოებო, ხილი აიღეთ? კი. კოღოსპრეი? კი. საბანი? არა. გოგოებო, როგორ შემიძლია რამეზე გენდოთ? ყველაფერი გავიწყდებათ. დიანა, მოიცადე, სად მიდიხარ? გოგოებო, სად მიდიხარ? უი, კალათბურთელებო, გამარჯობა, ჩვენ დასასვენებლად მივდივართ. მაგარია და ჩვენ რატო არ გველაპარაკები? იქნებ ჩვენს გვინდა რომ წამოვიდეთ. ბიჭებო, ძალიან გვინდა რომ წაგიყვანოთ, მაგრამ მანქანა ძალიან პატარაა, ყველა ვერ ჩავეტევით. თან მოგბეზრდა უკვე ეს სახლი. ხო, რაღაც ახალი გვინდა. მოგვიანებით გნახავთ. ბიჭებო, დაგვღალა ამ ქალაქგარეთ სახლმა.
ეს გაიგონეთ, თორმე სახლი მოვბესდათ. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენც მოვბესდით. მეგობრებო, ეს კარგი არ არის. არა, არ არის კარგი. გოგოებო, რაც გულისხმობთ არ გვესმის, ან რატო არ გაგვაფრთხილეთ? Smile არ მესმის, რაზე უნდა გაგაფრთხილო? უბრალოდ გავალთ ცოტა ხნით, ხილს შევჭამთ, პიკნიკს მოვაწყობთ და მოვალთ. ნახეთ, სადღაც მიდიან, უნდა წახვიდეთ და ზომბად გადააქციოთ. ხო, მე მზად ვარ, ნასტია ჩემი შეყვარებული იქნება. და დიანა ჩემი შეყვარებული და სამუდამოდ ერთად ვიქნებით. Smile, ვერ გავიგე რა გინდა? არავინ არსად არ მიდის. საერთოდ იცი როგორ მოვიწყინეთ აქ? აი დღეს მიდიან ბიჭების გარეშე წადით და გააკეთეთ. ხო, ვიზამთ. Smile, მგონი ზედმეტი მოგდის. ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენი შეყვარებული აღარ ვიყო და ჩემს მანქანას თავი დაანებე. როცა შენ იყიდი ახალს, მერე ვისაუბრებთ. წავედით ახლა. არა, Smile, გიჟები არიან. კარგი, არა უშავს, დაბრუნებიან სახლში და მერე ვილაპარაკებთ. წავედით. აი გოგოებო, აქ გავშალოთ. აქ ამ გომბეშვების გამო მოგვიყვანე? არა, უბრალოდ ბანი მოდის აქ. და რატომ გგონიათ რომ აქ მოვლენ? ნაკლები უნდა დაიძინო და მეტი უნდა მოусმინო. გოგოებო, ამას შეხედეთ, მე თქვენს ხედავთ ბაყაყებს აქ რომ სხედან? აი ეს როგორ მოხდა? საერთოდ საიდან გაიგეს რომ აქ მოდიოდით? ალბათ გვისმენდნენ. არა, აი ეს მართლა როგორ მოხდა? მოდიან. გოგოებო, მოდიან, ვითომ ვერ შევამჩნიეთ ფოტოები. გოგოებო, იმედი მაქვს დასვენებაში ხელს არ შეგვიშლიან. ჯანდაბა ძალიან მიშლიან ნერვებს. მივალ და ვეტყვი. გოგოებო, არაფერი არ გავაკეთოთ, ისინი არ გვეხებიან არც ჩვენ. აუ, გთხოვთ, ძალიან მშია, მალე. გოგოებო, ჩავუაროთ ისე ვითომ ბაყაყები იქ არც არიან საერთოდ. ნახეთ აქ ვინ არის? რა სიურპრიზია? ხო, ეს რა არის? სადაც ჩვენ ვართ, იქაც თქვენ? ბანი, თქვენგან დასვენება გვინდოდა. აი ახლა ვაჩვენებ. კარგი, გოგოებო, თავშეკავება ვითომ აქ არ არიან. თქვენგან დასვენება გვინდოდაო, წარმოგიდგენიათ? გოგოებო, დაწყნარდით, უბრალოდ გაიგეს, სადაც მოვდიოდით და მოვიდნენ რომ ნერვები მოგვიშალონ. ხო, ჩვენ აქ დასვენება გვინდოდა, მაგრამ ნახეთ, ბანიც აქ მოვიდა. ზუსტად გამოყვნენ, სადაც წავალთ იქ მოდიან. და დაგვალა ბანი. გოგოები, სელფებს იღებენ, არ გვინდა რომ ვინმე მხასიათი გაგვიფუჭოს დღეს. ზეიფ თავს სულად გზნობ, არ მგონია ნასტიას მოეწონოს თუ გადავდებ. და მაშინ კარგად გზნობდი თავს შეყვარებულები რო გაიჩინეს და ჩვენ და გვივიწყეს. არა, აუცილებლად უნდა გადავდოთ, რომ ჩვენი გოგოები გახდნენ და კალბურთელებმა სამუდამოდ დაივიწყონ. კარგი, ხო, აქ არავინ არ შეგვაწუხებს, მიტოვებული ტბა არის. აი მომწონს როგორც ფიქრობ. ვა, მაგარი სიურპრიზი გვაქვს. როგორც ჩანს მარტო ბაჭიები არ არიან. ხო, სხვა ჩერლიდერებიც არიან. მე ბანანს შევჭამ, მე პორტოხალს გვაშტერდებიან. მერი, მოგვაშტერდნენ, ჩვენ უფრო ლამაზები ვართ, ამიტომაც. იდეა მაქვს, მოდით ტბაში ჩავაგდოთ ბანი. მოიცადეთ, ტბაში როგორ უნდა ჩავაგდოთ? ჩვეულებრივად ხელებით და ფეხებით ტბაში. მაგარი იქნება, ქათამზე სველები იქნებიან. კარგი ბავშვო, ჩვენი ეს გეგმა ცოტა ხნით უნდა გადავწიოთ. და მე ზალინას რა უნდა უთხრათ? გაგვიბრასდება. ხო და გაგვიბრასდეს, ასე ვერ გავრისკავთ, გომბეშვებიც აქ არიან. კარგი, ხო, არა და მეგონა მე და ნასტია დღეს უკვე ერთად ვიქნებოდით. ხო ბავშვო, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ არა უშავს, დავბრუნდებით. ჰეი, ბანი, დღეს მშვენიერი ამინდია, ცხელა. სასურაო წასვლა ხომ არ გინდათ? ბაყაყებო, რას ამბობთ? გინდათ რომ ჩაგვაგდოთ ტბაში? აბა ვნახავთ ვინ ვის ჩააგდებს. ხო, არასწორი ხალხი აირჩიეთ. მაგასაც ვნახავთ. დამთავრდა ზალინა, ამაღამ შენ კაპიტანი იქნები და შენი გუნდი გეყოლება, ბანის გუნდი, მაგრამ ზებრა ერქმევა. ზებრა საუკეთესოა, ზებრა საუკეთესოა. ზებრები მაგრები არიან, ზებრები საუკეთესოები არიან, ზებრები ძლიერები არიან. მეშინიო, რისი გეშინია, ყველაფერს აუხსნით და გაიგებს, ყვირილს დაიწყებს, იყვირებს და მერე დაწყნარდება. ზალინა, ჩვენ აქ ვართ. ზალინა, ძალიან გთხოვ, არ იყვირო. ზებრები, დაბრუნდით? სად არის გუნდი, აბა? მოკლედ ზალინა, დღეს არ გამოგვივიდა. ხო გესმის, რაღაც მოხდა. ჩვენ გავყევით, უკაცრიელ ტბამდეც მივედით, მაგრამ იქ სხვებიც იყვნენ. თქვენი არ მჯერა, სულელები ხართ, ჩაფლავდით, არა და დამპირდით.
ზალინა, რომელ პასთანაც მივედით, იქ გომბეშვებიც იყვნენ და ვერ გავრისკავდით, რომ ვინმეს რამე დაინახა. ზალინა, გპირდები, რომ ხვალ აუცილებლად გამოგვივა. თქვენი აღარ მჯერა, ან ბანი მინდა, ან ბაყაყები. ესე იგი შენ წვეთ რომელი გადავაქციოთ, ბაჭიები თუ გომბეშვები? არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი მჭირდება, რომელსაც ერქმევა ზებრა. და ჩვენ გოგოები გვჭირდება, ამიტომ ბაჭია ჩირიდერებს უნდა გადავდოთ. ხო, გადავდით. კარგი ზალინა, ახლა საჭმელი მოიტანე, სუნი აქედან მცემს, მაგრამ შია. შევჭამდი ახლა ბროკოლს. დღეს ბარდა გვაქვს ძმებო, თუ არ გააკეთებთ რაც თქვით, გავბრაზდები. აი ხო ხედავ, კიდე ყურის. არა უშავს, იყვირებს და დაწყნარდება. მეგობრებო, ფრთები ხო არ გინდათ? ყველაფერს რატო გვაძალებ? ჩვენ ბევრს არ ვჭამთ. თქვენი ლატე? საინტერესოა ეს ლუზერების და ვერთხების დაპირისპირება რამდენ ხანს გაგრძელდება? დავიღალე. არა, იჩხუბონ, ჩემი აზრით ახალი სუაყურება. ჯული, შენ შეჭამე ხო? ჯანდაბა, რამდენჯერ უნდა გითხრათ? აქ უკვე 2 საათია ვდგავართ. მე არ მიჭამია შენი საჭმელი. არ დავისვენებ, სანამ არ ვიპოვი კურს. Yana, დავიღალე, 2 საათია ვცდილობთ. დავშია. ქშია რა ლეილა? კარგი და ღამეძილს არ გინდა რომ ბუსტები გაბერო ამ საღეჭირეზინით? ვაიმე, ესენი ისე ბავშვობაში არიან ჩახჩენილი. ვაიმე, მუზერებმა დამღალეს. ჰეი, ვარდისფერო, რა თქვი? მე კარინა ვარ და მწყნარად. კარგია, მე შევჭამე შენი საჭმელი, მაგრამ არ ვიცოდი რომ შენი იყო, არ ეწერა. მართალია, საჭმელს უნდა ეწეროს ვისიო. ვაიმე, 2 საათია ვისმენ რომ ამობ რომ მე შევჭამე მისი საჭმელი. Yana, ბროვასტი იყო, მიდი ახლა გავუმკლავდი. ბროვასტი შენ? კაი, არა, ბროვასტისთან გასამკლავებელი არ მაქვს. მოიცადე, ვერ გავიგე. ახლა თვალი ჩაგიკრავ? ჯული, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დასრულდა. ყველა თავისუფალია, ბროვასტის გარდა ბროვასტი მე და შენ უნდა ვისაუბროთ. რას გულისხმობ? ჯული დაწყნარდი, არსად არ წავა შენი ბროვასტი. აბა, წადით ყველანი. ბროვასტი, შენ თუ შეჭამე, მაშინ სასჯელი გეკუთვნის. რა? მე და შენ ერთად ვიქნებით. რა? ხო? კარგი, სასჯელია, კნახავ ხოლმე. მასწავლებელო მაიკ, სერიოზულ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. უბრალოდ ჩვენ სახლში ვიღაცები ცხოვრობენ, რომლებიც წესებს არ იცავენ და ესენი ბაჭია ჩილიდერები არიან. მეგობრებო, თქვენი შეყვარებულების ჩაშვება არ არის კარგი საქციელი. შეყვარებულები ხართ? ხო, ვართ, მაგრამ უკვე უცნობი ურთიერთობაა. დიანამ და მისმა მეგობრებმა დღეს აქაურობა დატოვეს და სადღაც წავიდნენ. და ჩვენ არსად არ წავსულვართ, უსამართლობაა. კარგი და ვერ ხვდები ჩემგან რა გინდათ. ხوارდორში და სახლიდან ხوار გავახდე. მასწავლებელმა რა უნდა გააკეთოს? უბრალოდ უნდა უთხრათ, რომ კალათბურთელებს მოგვისმინონ და დაგვიჯერონ. თორემ მე სხვა ვიღაცებს იპოვიან. ხო, და ცუდ გავლენას მიიღებენ. თან ახლა ვარჯიშიც აღარ გვაქვს ხოლმე, სულ აქეთ-იქით დადიან. მეგობრებო, კარგი გასაგებია, გოგოებს დავილაპარაკებთ და თუ მაინც არაფერი არ შეიცვლება, მე მშობლებსაც დავურეკავ. მადლობა მასწავლებელო მაიკ, კარგ დღეს გისურვებთ. მოკლედ რა პრობლემების გარდა არაფერი არ ხდება. აქეთ ჩილიდერები, აქეთ ლუზერები, ნეტა შემეძლოს მათი აქედან გაგდება. არა გოგოებო, ეს საერთოდ ნორმალურია. ბაყაყებმა დღე გაგვიბუჭეს. არა მარტო ბაყაყებმა რომ იცოდეთ, ჯერ კალათბურთელებმა, მერე ბაყაყებმა. გოგოებო, ხომ გითხარით, უნდა მივსულიყავით და უნდა გამკლავებოდით. აუფ, და თითქოს რა, აი შენ რა სიზამდი. გოგოებო, იცით რა? მოდით, წავიდეთ ამ სახლიდან, უკვე დავიღალე. ჩემ სახლში წავიდეთ. აუზი მაქვს, გავირუჯებით, გავერთობით, ცოტას დავისვენებთ, აბა რას ფიქრობ? და ბინდა გვიშვებს, ჩემო მშობლებმა რომ გაიგონ, ხომ იცით საერთოდ რაც დამემართება. როგორ უნდა გაიგონ, არ ვეტყვით. მერი, მასწავლებელი მაიკი დაურეკავ და ეტყვის, ცოტა ტვინი. გოგოებო, მიქნებ მასწავლებელ მაიკს დაველაპარაკოთ. თუ დაგთანხმდება, კარგი. გოგოებო, ნამდვილად გჭირდება ეს დასვენება, ძალიან მჭირდება. გოგოებო, დასვენება გჭირდება ლუზერებისგან, ვირთხებისგან, კალათბურთელებისგან, განსაკუთრებით კალათბურთელებისგან. დიანა, აბა როდის მივდივართ ჩვენ სახლში? იქნება ამაღამ წავიდეთ. ვოუ, ცოტა დაწყმარდით, ჯერ უნდა დაველოდოთ. ჩემ მშობლები როცა წავლენ დასასვენებლად, მაშინ წავიდეთ. იმიტომ რომ აქედან რომ წავალთ, წარმოგიდგენიათ ზომბებს რა დაემართებათ? ხო, ეგ დამავიწყდა, ნერვებს ეგენი უფრო მიშლიან. ხო, ეგენი ყველაზე ნაკლებად მატარდებს. ჰეი, გოგოებო, ეს ჩვენ ხომ ზიპზე და ზაკზე ვსაუბრობთ და ზაკი მე მიყვარს. ხო, და მე ზიპი მომწონს, მაგრამ გოგოებო, მართალია ვერ დავისვენეთ, მაგრამ ბაყაყები მაინც ხომ ვაბანავეთ. ხო, ტბაში. ვა, დიანა, როგორ გაერთეთ აბა? დიანა, მე ჯერ აღარ მოგვატყუოთ, ყოველ სიმართლე გითხარით. რომეო, შენ საერთოდ რატომ ხარ აქ? რავი, თქვენთან ერთად ვარ. გოგოებო, რატომ გადაწყვეტეთ, რომ სახლიდან წასულიყავი? კნობა, შემთხვევით საიდუმლო პოემაზე ხო არ წახვედი? ხო, ნამდვილად უნდა წავიდეთ აქედან. მომისმენთ კალათბურთელებო, თუ ასე შეგვიზღუდავთ თავისუფლებას, იცით რა, საერთოდ გადავალთ ამ სახლიდან და დაგტოვებთ აქ. ხო, ტიმურ, მართლა დაგტოვებთ, იმიტომ რომ დაგვღალეთ უკვე და თქვენ გარეშე ვიქნებით ყველგან. საკუთარ თავს ეს თვითონ მოუტანეთ.
კარგი გასაგები, ესე იგი თქვენ დააშავეთ და ჩვენი ბრალია. თქვენ დღეიდან არსად აღარ წახვალ. რომეო გაჩვენდი უკვე გვაღიზიანებს, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ. მე არ ვიცი ხო რაზე ვლაპარაკობ. გონი მეც კალათბურთელი ვარ. გოგოებო, მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეიდან ივარჯიშებთ. მომისმინე მასკოთ, შენ წყალში ამოხვიდე უკვე შენი ვარჯიშებით. შეგიძლია წახვიდე. დიანა, იცოდე, თუ აღარ მომისმენ, დედა შენს დაურეკავ. კნობა, მე კიდე შემიძლია მამა შენს დაურეკავ. ნომერი მაქვს. კარგი, ნუ კანკალებთ, ჩემი ბრალია, მართლა ხო არ მეგონა რომ ბანი გადაგვაგდებდა. შენი ბრალია, შენი იდეა იყო ბლონდი. ხო, გინდოდა რომ ბანი გადაგვეგდო, მაგრამ თვითონ გადაგვაგდეს. ხო, უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. თან ის წყალმცენარეები და ბაყაყები. ჟენია, ბაყაყები ყველაზე საყვარლები არიან მთელ პლანეტაზე. კარგი, გოგოებო, როგორ უნდა ვებრძოლოთ? არ უნდა ვებრძოლოთ. და იქნებ აბაზანაავსოთ ბაყაყებით და გომბეშოებით ბანისთვის და საიდან მოვიტანოთ? წადით და მოიტანეთ. თქვენი ჯერია თქვენ თქვით რომ საყვარლები არიანო, ამიტომ მიდით მოიტანეთ. შეიძლება რომ გომბეშოები არ იყვნენ? იცით რა ბიჭებო, გოგოები და მე დავისვენებთ თქვენგან. ხო, თქვენგან. იმიტომ რომ დაგღალეთ. გოგოებო, ჩვენ თავისთვის შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ. კარგი დიანა, მაგრამ უნდა შეგახსენო რომ აქაურობას ვერ დატოვებ. თუ ამ სახლში მოდიხარ, ამ სახლში რჩები. და თუ აქაურობა არ მოგწონთ, შეგიძლია თქვენ სახლებში დარჩეთ მშობლებთან. გოგოებო, ხო გინდათ რომ ხვალ ვივარჯიშოთ? Smile, ნუ მაბრაზებ, თორემ ყველაფერს ზიპს ვეტყვი. დიანა, არა. იცი რა, ზიპი და ზაკი ჩვენ მხარეს არიან. ზიპი და ზაკი ხო კარგები არიან. ჩვენ არავის არ გვეშინია, არანაირი ზიპი და არანაირი ზაკი. გოგოებო, ხო გახსოვთ ხვალ ვარჯიში? ხო, გოგოებო, საერთოდ არ არის ადვილი ურთიერთობაში ყოფნა. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. ნახლა ცოტა უნდა დავისვენოთ, წავედით. კარგად!